გამარჯობათ მეგობრებო, მე მაქვს ჯანომეს საკერავი მანქანა, რომლის აწყობაც მინდათ გასწავლოთ, გასუფთავება. ვიცით რომ აქვს მიმართველები საკერავ მანქანას, აქვს ძაფსაჭიმი, აქვს კანკარა, რითაც მოძრაობს ძაფი, ძაფსაჭიმიდან გამოაქვს ძაფი და მოძრაობს და ჩადის შემდეგ ნემსთან. უცებ აგიხსნით, ერთი სიტყვით ამ ABC-ი შეგვიძლია მივხვდეთ რომ აქ რა როგორ უნდა დავაყენოთ, აი როცა გადავატრელებთ B-ზე, C-ზე, აი თუ კი C-ზე დავაყენებთ, იქნება აი ეს ზიგზაგი და მერე გვირისტის მიხედვით, აი ამით გვირისტის სიგრძე რეგულირდება და ამით დავარეგულირებთ თუ რამხელა ზიგზაგი გვინდა. ისე არის სხვა დანარჩენი მაჩვენებლებით შეგიძლიათ ქსოვილზე ითამაშოთ, აი ამის მიხედვით გადმოატრიალებ, სხვა რაღაცას გააკეთებ, სხვა ოპერაციას ეს. მერე კიდე ამას გადმოატრიალებ, სხვა რაღაცას გააკეთებ. წითელზე როცა გვინდა, აი წითელი მაჩვენებლები, აქაც წითელი გვაქვს, გადავაბრუნებთ და წითელზე დავაყენებთ ამასაც და მერე ვარეგულირებთ ამით ABC-ს. და ყველას თავისი ოპერაციები გააჩნია. ეხლა მე რაც მეტად მინდა რომ გასწავლოთ, ეს არის დავშალოთ მანქანა, მე უკვე დავამთავრე მუშაობა და მინდა მანქანა დავშალო, გავასუფთავო, აი ესენი ესე ძვრება, გადმოვალაგებთ, ავწერთ თათს ზემოთ და თათი ვიცით რომ უკნიდან აი ეგრე ჩამოვარდება და ვასუფთავეთ სათითაოდ, აი ამ გეში სულ მტვერი გროვდება ყოველთვის. აი აქა ჩემი ძალიან მტვერიანი არ არის, გამოვიღოთ ახლა მაქო პირველად, აი ასე, გადავდოთ გვერდზე და გავხსნათ მაქოს ბუდე, აი ეს. ნახე როგორ იოლად ჩამოიშალა, ორი დეტალია, მეტი არ არის. და მერე ვასუფთავეთ ფუნჯით ყველა მხრიდან, აი ამაში გროვდება ძალიან ბევრი მტვერი და ეხლა რას ვაკეთებთ? გასუფთავების შემდეგ ვაწვეთებთ Z-ს, ბევრი არ უნდა, აი სულ უნდა 1-2 წვეთი, აქაც, რომ კარგად იმოძრაოს და ვაბრუნებთ აი ასე. ეხლა ავაწყოთ ისევეს, როგორც იყო, ყველა დეტალი თავის ადგილზე ჩავსვათ, აი ადვილია ძალიან, ესეც გავწმინდეთ, იმიტომ რომ აქაც გროვდება მტვერი და ჩავაჯინოთ, აი ესე და ჩავკეტოთ ჩამკეტებით. არ არის არაფერი რთული და ჩავსვამთ კიდე მაქოს. მაქოში მასრის ჩადება ვიცით, როგორც ხდება. ჩავაჯინოთ და დავკეტოთ. ეხლა დავაჯინოთ კიდე დაფა თავის ადგილზე. აი ასე. დავუჭიროთ კარგად. ეხლა დავაჯინოთ კიდე თათი, ეცი, ასე და ესეც თავისი ადგილი მიუჩიეთ. ეხლა რაც მინდა ძირითადად გითხრათ, ამ საკერავ მანქანებს ჭირდებათ ეს ნემსები. აი, ეს ნემსები და უნდა ვიცოდეთ, რომ ყველას ქსოვილს აქვს თავისი ნემსი. სინგერის ნემსები მიდის ამ პლასმასის მანქანებს. და უკნიდან აწერია სტრეიჯი გინდა, შალისთვის გინდა, ჩიტისთვის გინდა, ყველაფერი ასე უნდა შევარჩიოთ. ესეც ასე. ეხლა ავაწყოთ, თუ ჩავეტიეთ ამ ვიდეოში ასაწყობად, არ არის რთული, ესეც ავაწყოთ, არ არის რთული ასაწყობი, ვატარებთ ჯერ ძაფსაჭიმში, მერე კანკარაში და უყრით ნემსში. აი, როგორ ვაკეთებთ, შეხედეთ, აქედან მოდის ძაფი, ქვემოთ ვდებ დიდ ძაფს და ჩამოდის და მერე ამოდის აქ. კანკარაში გამოვადებთ და ჩადის მერე ნემსთან.
ესეც ასე ავაწყვეთ საკრავ მანქანა. და ახლა უნდა გავითვალისწინოთ კიდე რა. ზოგიერთ მანქანას უყრით ძაბს მარჯვნიდან, მარცხნიდან, მარჯვნიდან, ზოგს წინიდან. ჩემ მანქანას წინა მხრიდან აქვს და სხვათა შორის ტექნოლოგიაში გვასწავლდნენ, საიდანაც მაქოიდება, იქედან უყრით ძაბსო, ნემსის დიდი ღარიც წინა მხრიდან ეგება. მაგრამ მე შემხვედრია ძველი მანქანები, სადაც მაქოიდებოდა აქედან, მარჯვენა მხრიდან და მარცხნიდან უყრიდით ძაბს. ძალიან ბევრი მანქანები შემხვედრია სხვადასხვა, მაგრამ ყველას მე ვაქცევ ყურადღებას ამას. აი მიმართველი, ძაფის მიმართველი, საიდანაც აქვს, უყრი იქედან. თვითონ გაჩვენებს, რომ მიმართველი არის აქედან, რომ ძაფი უნდა შევიდეს წინიდან. ეგ არის სულ. დანარჩენი მომდევნო ვიდეოებში გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ და ბევრ საინტერესო რაღაცას მოგაწვდით, რაც შემიძლია.